ვაკანტური პოსტები და საჯარო კონკურსი ეკონომიკის სამინისტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ეძებს 7 ყველაზე მაღალი თანამდებობების დაკავების შანსი აქვს ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს ან მის ფარგლებს გარეთ. კონკურსი დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა მას ახლავს მთავარი გაფრთხილება. ნათესაური და მეგობრული პროტექცია არ მიიღება. ტურიზმის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი 5 აგვისტოდან ეყოლება. სამინისტრო ამ სფეროში ახალ ეტაპს იწყებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შეფს ეკონომიკის სამინისტრო კონკურსის წესით აირჩევს. დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი 12 ივლისს გამოცხადდა. ახალ ვაკანციებს და ახალ ადგილებს რომელსაც ვქვით, ეს არის იმისთვის, რომ მინდა ყველა საქართველოში მიცეს საშუალება, რომ აჩვენონ თავისი ინტერესი, თავისი საშუალება, რომ გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა. ტურიზმის დეპარტამენტის გარდა დღეს ეკონომიკურმა უწყებამ კონკურსის 3 დეპარტამენტისა და 2 სამმართველოს უფროსის თანამდებობაზეც გამოაცხადა. გამოთავისუფლებულ სავარძლებს კონკურსის წესით შერჩეულები დაიკავებენ. ჩვენ დღეიდან ვაცხადებთ კონკურსს შემდეგ ვაკანციებზე. იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საფოსტო კავშირის სამმართველოს უფროსი, პრივატიზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში ან მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ბერა ქობალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვებული შერჩევა აქამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად არ მომხდარა. მინისტრი ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ოჯახის ან ნათესაური კავშირების გამოყენება არ მოხდება. ჩვენ წარმართავთ საკადრო პოლიტიკას ნულოვანი ნეპოტიზმით. როგორც უკვე აღნიშნა, ჩვენ სამინისტროში არც ერთ თანამდებობაზე არ დაინიშნებიან ნათესაურ მეგობრული კავშირებით. ჩვენ მივესალმებით კვალიფიკაციურ და მოტივირებულ კადრებს, რომელთაც სურვილი აქვს ჩვენთან ერთად იმუშაონ და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე იმუშაონ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, საქართველოს ეკონომიკა უნდა დავაყენოთ ფეხზე, გავაძლიეროთ მცირე ბიზნესი და შემოვიყვანოთ ინვესტორები და ტურისტი ქვეყანაში და რა თქმა უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და შევამციროთ უმუშევრობა. ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაცია 1 სექტემბრისთვის დასრულდება. სამინისტრო ახალი გუნდით მუშაობას სწორედ შემოდგომიდან შეუდგება.